2025 წელს საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის გარეთ საცალო ვაჭრობაში, ანუ ფიზიკური მოგზაურობის გარდა ასევე ონლაინ ჯამში 3 მილიარდ 800 მილიონი ლარი დახარჯეს. ეს ყველაფერი გალტენ-დაგარტის შესაბამის კვლევაშია ასახული, რომელიც თბილისის სავაჭრო უძრავი ქონების ანგარიშს წარმოადგენს. 2025 წელს საზღვარგარეთ გაწეული 3 მილიარდ 800 მილიონი დანახარჯებიდან ეს თანაბარი წილია მილიარდ 900 მილიონი ფიზიკურ ვაჭრობაზე და მილიარდ 900 მილიონი ელექტრონულ კომერციაზე. და რაც შეეხება ახლა დანახარჯებს სექტორალურ განაწილებისა საზღვარგარეთ შესყიდვისას, აბა თუ იცით ყველაზე დიდი წილი რაზე მოდიოდა. გასაგებია ტანსაცმელებზე და აქსესუარებზე, მაგრამ აქ კიდე მთავარი ის არის, რომ და ღირს აღნიშნოთ, რომ ღარიბი საქართველოს მდიდართა ნაწილმა ამავე კვლევის თანახმად საზღვარგარეთ ტანსაცმლის სექტორზე გაწეული დანახარჯების თითქმის ნახევარი, ანუ 59%. ანუ საუბარია მილიარდ 400 მილიონი ლარიდან ლუქს სეგმენტის ბრენდებზე მოდის, ანუ ფუფუნების მაღალი მოდის და რაღაც გამორჩეულ ბრენდებზე. თუმცა ადგილობრივ ბაზარზე ამ სეგმენტის მიწოდების კაფიო დეფიციტი იკვეთება. ანუ ასეთი ამბებია საქართველოში ხარჯავს და ესე როგორ გითხრათ, უფრო ხარჯვას ქართველი არ გადაჩვეულა. ტრადიციულად უფრო ხელგაშლილი არის იქ, სადაც მეტად აფასებს ხარისხს, სადაც მეტად აფასებს ბრენდს. და ჩვენც დავიწყეთ ესეთი ამბავი. ჩვენ, ანუ BMG ხარისხს არ ვამოწმებთ, მაგრამ ყველას გაძლევთ საშუალებას წარმოაჩინოთ საკუთარი ბრენდის, კომპანიის, სერვისის თუ ბიზნესის ხარისხი. გრძნობ, რომ აქ შეცდომის ადგილი უბრალოდ არაა. ხვდები, რომ აქ შენი დრო ყველაზე ძვირფასი ვალუტაა. ისე მუშაობს, როგორც საათი. უხმოდ და უშეცდო. როცა ზუსტად იცი რადევ შემოთვაში. როცა ღიმილით ხვდებიან. ის რაც წლებს უსლებს. თვალს ხუჭავ და ხვდები, რომ შენზე უკვე იზრუნეს. როცა ჩემ დროს პატევს ცემენ. როცა ყველაფერი თავის ადგილზეა. როცა არ მიწევს ზედმეტი კითხვების დასმა. როცა გემო და სტანდარტი არასდროს იცვლება. ყველა მასზე საუბრობს, მაგრამ ცოტა თუ აღწევს. თქვენ მას ყველგან ეძებთ, ჩვენ კი გაჩვენებთ.